ეს ნახეთ რა. გაეროს უშიშროების საბჭოს ომის დაწყებამდე ერთი თვით ადრე მიმართავს ირაკლი ჩიქოვანი, ქართული ოცნების ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრი, რომელიც 2008-2009 წლებში იყო საქართველოს წარმომადგენლის მოადგილე გაეროში. ირაკლი ჩიქოვანი ამ განცხადებაში ამბობს, რომ 2008 წლის 8 ივლისს რუსეთის სამხედრო თვითმფრინავები შემოიჭრა საქართველოში. ის დასძენს, ეს აგრესიაა და მოითხოვს გაეროს უშიშროების საბჭოს დაუყოვნებლივ მოწვევას, რადგან ამ ქმედებამ, რუსეთის ამ ქმედებამ საფრთხე შეუქმნა საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. აი უკვე 2026 წელს იგივე პიროვნება, ქოცების ერთ-ერთი მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი, ომის დაწყებას იმ რუსეთს კი არ აბრალებს, რომელზეც თვითონ მოუწოდებდა მსოფლიოს უმაღლეს ტრიბუნას, გაეროს, მის უშიშროების საბჭოს, რომ აი აგრესიულად იქცევა და ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას ხიფათს უქმნისო. არამედ ომის დაწყებაში ადანაშაულებს წინა ხელისუფლებას. აი მგონი კომენტარიც კი ზედმეტია. ბრძოლა ბოლომდე ამ მავნებლების წინააღმდეგ და აუცილებლად გავიმარჯვებთ.